შვედეთის ქალაქ გოთენბურგში განათლების მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრომ ევროპაში ყველაზე მასშტაბურ ყოველწლიურ საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებაზე 16 სახელმწიფო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოდან უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობის გაღრმავების და ახალი პარტნიორების მოზიდვის მიზნით სამუშაო შეხვედრებს მართავს. სალომე შანშიაშვილის რეპორტაჟი. შვედეთში ევროპის მასშტაბურ საერთაშორისო ყოველწლიურ საგანმანათლებლო გამოფენაში EAIE 2025 განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პროექტით Education in Georgia მონაწილეობს. საერთაშორისო განათლების ევროპული ასოციაციის ორგანიზებულ ღონისძიებაზე წარმოდგენილი საქართველოს დელეგაცია სახელმწიფო და კერძო უმაღლეს სასწავლებლებს აერთიანებს. საქართველოს კუთხეში პროექტი Education in Georgia-ს ფარგლებში წარმოდგენილები არიან დღესდღეობით 16 უნივერსიტეტი. ჰქონდა ჩვენ თემატური სესიაც, რომელიც ეძღვნებოდა საქართველოს როგორც რეგიონულ ჰაბს განათლების სექტორში. საქართველოს უნივერსიტეტების წარმომადგენლები უკვე 10 წელია აქტიურად ესწრებიან ჩვენს კონფერენციას. ეს მათ აძლევს შესაძლებლობას დაამყარონ თანამშრომლობა არა მხოლოდ ევროპის, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. იმედი გვაქვს, რომ მომავალში უფრო მეტი უნივერსიტეტი და უმაღლესი განათლების პროფესიონალი შემოგვიერთდება საქართველოდან. ქალაქ გოთენბურგში ქართული უნივერსიტეტების წარმომადგენლები საკუთარი ცნობადობის გაზრდისა და პარტნიორობის გასაფართოებლად უცხოელ კოლეგებთან საქმიან შეხვედრებსა და პრეზენტაციებს მართავენ. კითხვა-პასუხის ფორმატში გაიმართა თემატური სესიაც. განათლების სამინისტროს ორგანიზებით შედგა დამოუკიდებელი სესია, რომელიც ეძღვნებოდა ქართული უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის პოტენციალის პოპულარიზაციას. საშუალება ჰქონდა წარგვედგინა ის მიმართულებები და განვითარების შესაძლებლობები, რაც ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით არსებობს. ალტე უნივერსიტეტი უკვე მესამე წელია, რაც EAI-ის კონფერენციაში მონაწილეობს. შაშანდელი წელი განსაკუთრებით პროდუქტიული იყო ალტე უნივერსიტეტისათვის. მხოლოდ ერთ წელში დაახლოებით 35 ახალი საერთაშორისო პარტნიორი შევიძინეთ. არანაკლებ შედეგს ველოდებით 2025-ში. განათლების სფეროს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ გამოფენაში 100-ზე მეტი ქვეყანა და 300-მდე ორგანიზაცია მონაწილეობს. პროექტით Education in Georgia საქართველოს უკვე მეხუთე ღონისძიებაზეა წარმოდგენილი.